გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი ამბები. ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ ჩვენი რუბრიკა ფული. ბოლო ვიდეო იქნება, ასეთ ბოლოს წინა ვიდეო იქნება ამ რუბრიკის. დავამთავრებთ ამ ჩვენ ფულის რუბრიკას. და სად გავჩერდით? ჩვენ მე მოგიყევით თქვენ ეს მარიოტის ამბები. უკვე ომი დამთავრდა, საკმაოდ პოპულარული პიროვნება გავხდი. ასე ვთქვათ, ამ სატრანსპორტო და ტურისტულ ბიზნესს ვაორგანიზებდი. მე გითხარით, რომ ძალიან ვემადლიერები თვითონ მარიოტის კოლექტივს და თვითონ იგაი პორეცკის, რომელიც იყო გენერალური მენეჯერი და ამ მუშაობაში, აი ისეთ თქმა მინდა, ესე იგი ამ მუშაობაში ძალიან ხშირად ვფიქრობდი, რომ შეუძლებელია სულ ტელეფონზე ვიყავი რა, ჯგუფები რეკავდნენ, იქით-აქით ტურისტული დეპარტამენტი, მთელი ამბები და თან ახლა სასტუმროში სხვა საქმეები იყო გასაკეთებელი და მაგრამ მერიდებოდა რომ იგაილისთვის მეთქვა რომ წავალო, იმიტომ რომ პირიქით ამ უხერხო სიტუაციებს კი არ უშლიდა ხეს, არამედ პირიქით უფრო და უფრო რეკლამას მიკეთებდა. დიპლომატებს, სტუმრებს, ვინც ჩამოვიდოდა თბილისში, აუცილებლად ჩემ თავს ასეთ რეკომენდაციას სულ დაკავებული ვიყავით. ან მაშინ ეს გაერო, ეუთო და ეს ყველანი სულ ტრანსპორტს ითხოვდნენ და ასე ვთქვათ, პიკი იყო ჩემი ასეთი ბიზნესური წინ წასვლის. ამას ემატებოდა არა მარტო იგაელი, არამედ თვითონ მარიოტის თანაშრომლებიც ხელს მიწყობდნენ, ვინც კი რაღაცას გაიგებდა, ყველა აკასთან აგზავნიდა. რადგა 2009 წელს, ფაქტიურად 2009 წლის ბოლოს ხო 2009 წლის მაისი-ივნისში უკვე აქ როგორ არის, რომ საერთოდ მარიოს ასეთ წესი აქვს, გენერალური მენეჯერი რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ის იცვლის თანამდებობას მიდიან ხოლმე და აი იგაელსაც დაუდგა ეს დრო და დატოვა თბილისი. მოიწვიან ჩემი მამა მარჩენალი წავიდა. მაგრამ უკვე დადგა იმის ფიქრი, რომ მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ ამ დროს მარიოტის გენერალური მენეჯერი გახდა გიორგი ტოგონიძე. ოქრო ბიჭი, საყვარელი ბიჭი და შეუტანე განცხადება, რომ მეთქი წასვლა მინდა, მე თუ ხوار გაგიჟდიო კაცო, გააგზელე იმუშავეო, რა პრობლემაო. გააგზელე შენ საკ არა მეთქი გიორგი არ გამოდის მეთქი ის. კარგიო პრობლემა, რა სიზაო, რა ხან შენ ასე გინდა წასვლაო. ნებისმიერ დროს მოდიო და რომელიმე დეპარტამენტში შეგიშვებთო და რა ვიცი, მადლობით მეტი რამე თქვის და მე ძალიან მაგარი სვლა გააკეთა გიორგიმ, შევიტყვი და დავტოვე მარიოტი. აი თქვენ მეგობრებო, ვინც ჩვენ ვიდეოებს უყურებს, ალბათ რამდენჯერმე შეგიმჩნევათ, როგორი სევდა მაწვება ხოლმე რაღაც ობიექტს ან რაღაცა პერიოდს რო ტოვებ და განსაკუთრებით ეს პერიოდი ეს მარიოტის სახლი იყო ჩემი რა, სახლი. თან მე ცხოვრებაში კოლექტივში არასდროს არ მიმუშავია. ეს ერთადერთი კოლექტივი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში, სადაც მე ვიმუშავე და ისეთი სიტყვა, ისეთი სიყვარული, მადლიერების გზნობითა ვარ ამ კოლექტივის მიმართ და ინდა არ გინდა უნდა წავსულიყავი და აი მაშინაც მომაწა სევდა, მაგრამ იმდენად მინდოდა ამ ბიზნესში განმევითარებინა და ამ ტურიზმი და ამ ტრანსპორტის ბიზნესს გავყოლოდი, რომ ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, ნეტავი უნდა წავსულიყავი თუ არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ არა, აქ ვერ გავჩერდებოდი, ახლა სასტუმრო ცოტა სხვანაირი ბიზნესია და ჩემი ბუნების ადამიანი ცოტა სხვანაირია და ერთ სიტყვით წავედი. კავშირები მქონდა, ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვაიმე რა ამბავი ძაღლებია, რაღაცა ჩხუბი მოზდით. ჩუგა გამატარეთ. ძაღლები არ მიყეფავენ ხოლმე. ვიღაცამ გააბრაზა ეთქოს. ხო, და რას ვამბობდი, ესე იგი კავშირები მქონდა, ტელეფონი არ გადამიგდია, მაგრამ ოფისი არ მქონდა, ყავდა ერთი მინივენი და თუ ტური გაიჩით, გამოჩნდებოდა ხოლმე, მე თვითონ მივდიოდი და თუ მე არ მეცალა, სხვას ვაგზავნიდი და უმეტესად სხვას ვაგზავნიდი და ვიჯექი აი ესე ერთ ადგილს გაჩვენებს, სად ვიყავი.
ისეც ძალიან თკბილად მახსენდება, ეხლა მე ვიმყოფები დადიანის ქუჩაზე, შუა სოროლახში. აქ სად არის ველიამინოვი სახინკლე. აი ველიამინოვი ეს ჩემი ერთ-ერთი ობიექტი იყო შეხვედრების სახინკლე და ნუ ამაზე მე ადრესა მაქვს მოყოლი, მაგრამ მეც მოვყვები თბილისის ამბეძრო დავიწყებ მოყოლას. თბილისელი ალბათ იცით ეს ადგილები, ეს არის ლერმონტოვის ქუჩა და დადიანის გადაკვეთაზე. აქედან ცოტა მოშორებით, ეხლა ამდენი მანქანები არ იყო. ვა, ეს ტერიტორია როგორ მინდა, ამასაც მე მოგიყვებით. კიდო შენარჩუნებული ეს ტერიტორია, უფრო სწორედ გაყიდული არ არის. მაგაზე მე ვილაპარაკებთ. დროინდელ თბილისელებს ახსოვთ, რომ აი ამ კვეთაზე აქ იჯდა დიჟმარინას ეძახდნენ, ხო იცით ჩვენი თბილისური კოლორიტი. აქ მისი ბიძაშვილი ცხოვრობდა, უფროსოც მიშვილი ამ ეზოში და მარინა იჯდა აქა და მოგახსოვთ ჭიქით კომბინაციებს აკეთებს, აი ჩემი თაობის თბილისელებს ახსოვთ გიჟი მარინა, ნამდვილად გიჟი არ იყო, ძალიან ჭკვიანი იყო და ლექსები და ნუ ერთ წელს თბილისის კოლორიტი იყო და აქ იჯდა მარინა, თავისი ასე თქვა პალაჟინია მიყავდა და მე ცოტა მოშორებით იქით მინივენი მყავდა და აი გვიდექი გაჩერებული მყავდა მანქანა სახლი იყო ესეც დაუნგრევიათ ნუ ერთ სიტყვით აი აქ დღებოდი ხოლმე აქ გვიდექი ეს იყო ასე ჩემი ტერი და აქეთ მარინა და ერთმანეთში ჰქონდა კავშირები და ვიჯექი აქა მანქანაში ტელეფონით მირეკავდნენ, ორგანიზებას ვაკეთებდი, ჯგუფები და ასეთი მოძრავი ოფისი მქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც აქ ვიდექი. ესე იქით, აქით. და ესე იმ პერიოდში ეხლა დროს რომ მქონდა თან ვიჯექით ამ წერდი, მაშინ დავიწყე ჩემი რომანის დაწერა, ეხლა რომ ვათამაშებ ხოლმე ორეულის. პრეში 2-3-5 გვერდს წერდი, თან საქმეს ვაკეთებდი და ვიყავი ერთ ამბავში. რაჭა, სახინკლე, სამზარეულო იქიდან. აქეთ რუსული რესტორანი, პიმენებს ჭამდით ხოლმე. ნუ რისი თქმა მინდა, ესე იგი, შეხვედრებს ვაკეთებდი, ძირითადად ნუ ეხა თუ გააჩნია. მისთან მქონდა წარმოება, მანქანასთან ვიბარებდი, ეს ქართველებს და ასე თქვა ადგილობრივებს, მაგრამ თუ სერიოზული დელეგაცია იყო, დელეგაციის წარმომადგენელი არ მოლაპარაკებდა უნდა გაგვეკეთებინა. მივდიოდი ქორთიად მარიოჩი და იქ ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. გავიდა ორი თვე და უთხრა ძარი მოდის და გიორგი ტოგონიძე მირეკავს. აკა რა შვებიო? მეთქი რა ვიცი, აი ჩემამბებში ვარ მეთქი და ერთი წინადადება მაქვს რა, მინდაო რა, ინტერესო შენზე ფიქრობდიო და რა წინადადა ნუ მივედი გიორგი ერთ სიტყვით. გიორგისთან მივედა, გიორგი მითხრა კაცო, მაინც აქ მოდიხარო და არ გინდაო ერთ კუთხეს მოგცემო მარიოჩიო და ხონდეს ოფისათო და მიმუშავეო რა. მეთქი და როგორი არ დავავიწყდი ადამიანს და ნუ რა თქმა უნდა ამ წინადადებას მივიღებდი და კუთხე გამომიყვეს ქორთიად მარიოჩი. ეწყვეტა მარიოთან ორთვიანი წყვეტა მქონდა და ფაქტიურად შევედი მარიოჩი და უკვე 8 წელი ვიყავი. ამ ქორთია მარიოს დავტოვე 2018 წელს. მაგას უკვე შევიძინე ჩემი ოფისი რუსთაველზე და გადავედი, მაგრამ საერთო ჯამში პირველი 5 წელი, 6 წელი როგორც მარიოტის თანამშრომელი ვიყავი. მე არ ვიყავი თანამშრომელი, მაგრამ მარიოთან და მის კოლექტივთან ყოველთვის მქონდა კავშირი და რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და გემრიელი დროა ჩემ ცხოვრებაში. ეხლა ამ ავტობუსებზე იმებს რო უყურებს, მახსენდება ეს პროცესები, რომელიც ჩემი, ასე ვთქვათ, დედამხედველობის ქვეშ იყო და აი ეხლა მაგაზე დავიწყებ ლაპარაკს. ვიდეთ ეხლა. აი ძღოლები ესენი ყველა ფაქტურად ამას მე მოგეყნებით. გონი გიორგი.
როგორ ახარ? შეთია ცხოვრება. ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ქართველი. ეხლა ყვები, ეხლა ამ ქორთე. ჩვენ ამბებს ყვები, ეხლა აქ რო ვიყავით ამერა. აკი აკაკი ხო აქ დიდი ხანი. ძალიან დიდი ხანი და მოღვაწეობდა და შეთში და შეთში. იდეალურად. მოდი მოგეფერო. ასეთი შეხვედრები ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. აი ეს კუთხე მომცეს. ეხლა აქ დიზაინი შეცვლილია. ხალხი ზის და საერთოდ გადაღება შეიძლება სტუმრების გამო ეს ასე წესია მარიოჩი და რო წავნე მე უფრო თავისუფლად გადავიდე. იქ მინდოდა მისვლა, მაგრამ იმდენი ხალხია, რომ მოდი ჯობია მაშინ კაფეში გამოვედი და კაფედან დავიწყეთ საუბარს. მოვაწყვეთ ეს პატარა ოფისი და შეუდეგი ტურისტული ბიზნესის განვითარება. ეხლა მე ჩემი თავის უფროსი მე ვიყავი, ჩემი თანამშრომლების უფროსი მე ვიყავი და თამაში როგორი ადგილია. ცენტრი რაც კი ხდებოდა თბილისში, ეხლა ეს ფარდები ცოტა ჩამოწეულია მზე არის და იქ ჩემ ოფისი ასე რომ ვთქვათ, იქაც ბევრი ხალხია და არ ჩანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა შეგექმნებათ კაპუჩინოს მოგვიტანეს. ერთ სიტყვით აი წარმოიდგინეთ რა მაგარი ადგილია, ხო? გინდა არ გინდა ხარ ყველა მოვლენების ცენტრში. თვითონ ტურისტებს და ეს მარიოტი ხო მაძლევს და ვისაც კი თბილისში უნდა თავისი სტუმრისთვის პატივი ეცან, ექსკურსია გაეკეთებინა, ან ორგანიზაცია, ვის თუ არა მე დამიკავშირდებოდნენ, იმიტომ რომ როგორი სახელია ხო ეხლა მარიოტი და პრესტიჟულის არის და არც დავმალამ ამ ბრენდით და ამ სახელით თავისთავად სარგებლობდი და ვიყენებდი ამ სიტუაციას. მაგარი დრო იყო, ფაქტიურად ყოფილა შემთხვევები, თქვენ გახსოვთ მე როგორ ვამბობდი, ესე იგი მაგალითად გავაგზავნიდი გიდს ან ძმოს ერთად, თუ სიტყვაზე ტურის ფასი იყო $200, $20-30 მემჩნეოდა და დანარჩენი ასე ვანაწილებდი და იყო შემთხვევები, რომ დღეში ვაგზავნიდი 10-20 ყოფილა გუნდით გამიგზავნია რა, ასე ტური. მე ავტობუსების შეკვეთება, ესე იგი ყველასთან მქონდა ურთიერთობა, ავტობუსი მძღოლებთან, გიდებთან. მე აი თამამად ვიტყვი, რომ ადრე როგორ იყო, ვთქვათ, გიდი, მძღოლი ერთად იყო და მე რო კლიენტი არ დამეკარხა, მე რასაც ვაკეთებ, მძღოლიც ვიყავით და გიდობდი. და აი ესეთ ადამიანებს ვამზადებდი, უკვე დავიწყე, ვისაც ცოტა განათლება ქონდა, ვისაც სული ქონდა, რომ გიდი გამხარიყო, უკვე ამას ვეუბნებოდი, მოდი მანქანა და გიდობა და ასეთ პატარა კურსებსაც ვატარებდით ხოლმე ჩემებურად ეხლა. შეიძლება ჩემთან ვისაც უნდა მუშაობა, ერთკვე 10 დღიან კურსებს ვატარებდი, აძლევდი იმ წიგნებს, ინფორმაციას, რაც უნდა მიეწოდებინა მგზავრისთვის, ტურისტისთვის და ასე შემდეგ და მე პატარა გამოცდას ვუტარებდი ხოლმე გიდებს და მძღოლებს. თავისებურად შეიქმნა აკაჯ გრუპს რო ვიძახი ხოლმე. ეხლა სტაბილური სამსახური არ მქონდა, მაგრამ ჩემთან ვინც მუშაობდა, მე არ ვეუბნებოდი, რომ ეხლა იყო ტურისტული კომპანია, თქვათ ვიზი ჯორჯია, კავკასიას ტრეველი, აი დიდი კომპანიები, აი მაგალითად ვიზი ჯორჯიას ჰქონდა ასეთი რაღაცა, რომ თუ დიდი მან დაიწყებდა მუშაობას, კატეგორიულად ეუბნებოდა, რომ სხვა კომპანიებში არ ემუშავა. მაგრამ მე არ მქონდა ასეთი რაღაცა, მე ვეუბნებოდი, მე თუ მექნება სამუშაო, მოგცე, მაგრამ შენ თუ სხვა კომპანიაშიც ასე ვთქვათ, კლიენტი გამოჩნდა, ტურისტი, წადი, პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ეხლა მე ასეთ სტაბილურ, გარანტირებულ სამუშაოს ვერ ვაძლევდი და ამიტომ აი ესეთი flexible ინგლისურად როგორ არის, ასეთი მოძრავი გრაფიკი ჰქონდა ჩვენ თანამშრომლებს, მაგრამ აქეთკენ მოდიოდა ყველა, იმიტომ რომ მე ადრესად ვთქვი, რომ არასდროს ყოველთვის ვცდილობდი, რომ მძღოლი, გიდი, ეს ადამიანი, ვინც ჩემთან პატარა საქმეს გააკეთებდა, იმუშავებდა, უკმაყოფილო არ დარჩენილიყო. მე ძალიან ბევრი გასახსენელია ამბები მაქვს, ჩეტები, მაგას ალბათ მე დავიძები და ძალიან აი სასაცილო სიტუაციები
გადახვდენია, ხან მანქანა გაგუჭებია, ხან საბურავი გახეთქილა, მე იქ ჩუბები რას გულისხმობ, დელეგაცია ხო არის, ხა მაგათად ადამიანს სტუმარი ყავს ჩამოსული და მაქსიმალურად უნდა რომ ისა მოემსახურო და აი წამოდგეთ ყოფილა შემთხვევა რომ აი ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, კაი ავტობუსი ჩამისვია მგზავრები და სანამ ბათუმამდე ჩავიდა 5 ავტობუსი გამოცვალე. ასეთ რაღაცა გაგიგიათ, რავი, მაინდა-მაინც რა არის 400 კილომეტრია ბათუმამდე და გიჩნდებოდა და ამაზე ახლა რომელი ადამიანი არ გაღიზიანდებოდა და აი ესეთი ლაფსუსები ქონდა ძალიან ბევრი. პერიოდში აი ავტობუსები არ იყო ისეთი რაოდენობის როგორც ეხლა, დღეს ახლა იმდენი კაი ავტობუსია და მაშინ ან თურქებს ჰქონდათ კაი ავტობუსი და მაგათ ხოვდი ხოლმე ზოგმა ენა არ იცოდა, ზოგმა ის არ იცოდა და ნუ ვიყავით ერთ რიარიაში. თუმცა ვინაიდან ავტობუსი არ ქონდა და საერთოდ მოგეხსენებათ ძღოლებთან როგორ გითხრათ სპეციფიკური მუშაობა საჭირო. აი ახლა როგორც არის მაგალითად ახლა რაღაცას ვაკეთებ, აი მაგალითად მუშები, ხო, აი ჩვენთან ხო იცი, აი მუშებთან ძნელია ურთიერთობა. ყოველთვის შუამავალი ყავდა, ჯობია ყავდეს შუამავალი, იმიტომ რომ მუშებთან ურთიერთობა ჯობია ერთი კაცი, ანუ პრარაბთან კონდეს საქმე და იმასთან აწარმოო და აი ესე იყო მაშინაც რა. იყო ხომ რომ ორგანიზაციები თვითონ მიდიოდნენ იმ ავტობუსის ძღოლებთან და იმერთან და ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა ნიუანსების გამო და ერჩინათ ერთ ადამიანთან ქონდა საქმე და ისეთი ადამიანი ვიყავი მე, იმიტომ რომ შუამავალი ავტობუსის ძღოლებსა და რომელიღა ორგანიზაციის ან ტურისტული კომპანიის ან რაღაცა წარმოების შუამავალი, იმიტომ რომ ეხლა მე რასაც ვამბობ, ალბათ თქვენც ხვდებით, რომ ძნელია ძღოლებთან ასე თქვათ, ეხლა მეც ძღოლი ვარ და იმით ყველა მაგრამ თავისებურად ურთიერთობა ძნელია და ამიტომ ყველა არჩევდა ერთ ადამიანთან ქონოდა საქმე და აი მე და ჩემი კომპანია, მე ჩვენი ჯგუფი შევქმნით, ეხმარებოდნენ მეგობრები და ну ამაზე მეც კიდევ ვილაპარაკებ და ერთ სიტყვით აკა ჯგუფი, ანუ აკა გრუპი მუშაობდა ჩვეული ენერგიით, მაგრამ ბევრი ლაფსუსებით. სულზე მოგეყვებით, უფრო ზოგადად, ეხლა ტურისტული დეპარტამენტი ხშირად მაშინ ფაქტობრივად იწყებოდა ეს ტურიზმის განვითარება და აბა რა პრობლემები გაქვთ, როგორ აქვს პრობლემები, რა უნდა შევქნა, რა უნდა შევცვალო და ასეთ შეხვედრებზე რომ მივდიოდი, დავიძახოდი ტუალეტი, იმიტომ რომ ჯვარზე ადიხარ, ნუ როგორი ტუალეტი არ არის, სვეტიცხოველში ტუალეტი არ არის. სადღაც მიდიოდი, ჩეჩმაში უნდა წაგიყვანა ტურიზმი და ტუალეტას მეძახდნენ რა ზოგჯერ, იმიტომ რომ საერთოდ ეხლა ზოგადად ეხლაც მაგას ვიძახი. თუ ტუალეტი არ არის, აი შეიძლება სტუმარი დააწვინო თივაში ან სალავში, სოფეში დააწვინო, მაგრამ თუ ტუალეტი და ჰიგიენური ის არ არის, ის ტურისტი არ მოვა იქ რა. თუმცა ამაზე მე ეხლაც ვიტყვი, ეხლაც რომ დავდივარ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ეს პრობლემა არის და მე ღიად ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად არის და თქვენ იცით რომ მე ობიექტი მაქვს ხაშვის გადასახლებთან და ჩვენ რო დავიწყეთ ამის გაკეთება, პირველ რიგში ჩემ მეწილეებს და პარტნიორებს ვუთხარი ჯერ ტუალეტი და მერე გავაკეთოთ სხვა რამე მეთქი და აი თქვენ ჩვენთან რო შემოხვიდეთ, აი ნახოთ როგორი მუზეუმური ტუალეტი გვაქვს, იმიტომ რომ გავიხსენო, რავი, სასაცილო, მაგრამ ნახდათ ну მაშინ მაგრა გამწარდი, მე ხა კი მეცინება, მაგრამ სასაცილოა თუ არა, ფაქტია რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა რომ ჩვენ ეს საქართველო იყოს როგორც ვამბობთ ევროპული და განვითარებული ქვეყანა, ეს საკითხი მოსაგვარებელია. და გავიხსენებ დათო ხუჯაძე, ხო იცით მომღერალი რო არის ცნობილი და დათო ხუჯაძემ ჩამოიყვანა ვიაგრა. მაშინ ვიაგრა იყო ხო იცით ლამაზი გოგოები რაღაცა, მაგრამ მოთხოვნა იყო ისა ავტობუსი უნდოდა, მაგრამ ისეთი ავტობუსი უნდა ყოფილიყო, სადაც იქნებოდა ტუალეტი. ეხა იყო ძველი ავტობუსები, იყო თურქებსაც ყავდათ, მაგრამ ვეუბნები ტუალეტი არა, ტუალეტს არ თავი. აღ როგორ გინდა რომ გააკეთო?
ამდენ ვიაგრა, ესე იგი ვიაგრაში 30 კაცი ჩამოდიოდა გარდა იმ მომღერლებისა, ის ლამაზი გოგოებისა, ეს დამკვრელები, მუსიკოსები და ამ ავტობუსით უნდა შემოვიდოთ საქართველოს ზუგდიდი, ბათუმში, მაგრამ ტუალეტის გარდა რა გინდა რო ხნა, რა გინდა ვეუბნები დათო ვერ შოულობ ამ ტუალეტს, არ მაინტერესებს სიცხე როგორ ტუალეტიანი ავტობუსზე ვერ გიშოვიაო. და მე ბოლოს როგორ მახსოვს ის გიორგი ავტობუსის სკოლი იყო, თურქებს გამოვართვით და იქ რა იყო ტუალეტი კი აქ, მაგრამ მე სპეციალური აი თვითუნაებში რო აი სპეციალური სითხე უნდა ჩაგესხა და ეს იყო ძალიან ძვირი და ამის გადახდა არ უნდა და მაგრამ ეს ავტობუსი ასე თუ ისე მოვაგვარეთ, მაგრამ ეხლა გზაში ხომ მიდიხარ, გზაში არსად სადაც ადმინდა ეხლა ბუჩქებში და იმაში ხوار გავუშვებ და ერთ სიტყვით ძალიან თავპირის ტყევა იყო და მე მახსოვს რომ ძღოს უთხარი რომ მაინდა-მაინც ისეთ რესტორნებში მიიყვანეს, სადაც კაიფი ტუალეტია, მაგრამ არ იყო ტუალეტი მაინც ნორმალური და რა დაგიმალოთ და კი ვითომ ჩავატარეთ იქითორი აქეთორი, მაგრამ მაინც რევიუებში და გამოხმაურებებში ცუდი საყვედური გითხრეს, რომ კი საქართველოს კაი ქვეყანა ის არის, ეს არის, მაგრამ ტუალეტს ხაზი გაუსვეს და მე ის ახალგაზრდა გოგოები იყო ბრეჟნევა, ის გულოვა და მეც წავყევი მაშინ და აი სულ ვცდილობდი და რაღაცნაირად ეს დისკომფორტი არ ყოფილიყო, მაგრამ მაგარი პრობლემები შეგვექნა და მე მახსოვს ბათუმისკენ რომ მივდიოდი რესტორნებში რომ მივდიოდი შენო სულ ეხა ადრეს სხვა ტურისტებიც რომ აქ მე ჩემ გიდეს ვეუბნებოდი რომ მეთქი საჭირო ოთახი თუ მოუდებათ აუცილებლად მეთქი შეიყვანეთ ისეთ რესტორნებში მეთქი და ეს დაიმახსოვრეს და მე ეს რესტორნის პატრონები და ისინი მეუბნებოდნენ რომ შენო ტურისტები რომ მოყავსო საჭმელად კი არ მოყავსო ტუალეტების გუნდს მოყავსო და მასეც იყო აბა ბუჩქებში და იმაში ხوار გავუშვებდი და აი ეს პრობლემა მქონდა მაშინ და ეხა ის აქვია ვიაგრა და ეს ახალგაზრდა გოგოები იყვნენ და ნუ ეხა რუსები ხო იცინოდნენ კისკისებდით ის, მაგრამ პროდიუსერებმა და იმებმა მაინც შენიშვნა გვითხრეს და აი ეს რომ მახსოვდა და არა მარტო მაგიტომ კი არა რომ მახსოვდა, იმიტომ რომ მართლა ეს პრობლემა მოსაგვარებელია და ეხლა მომენტებში ეხლაც რომ დავდივარ ხოლმე, რომ უყურებ ხოლმე 10 მაგი ყურადღებითა ვარ, აბა როგორი ტუალეტია იმ ობიექტზე, კვების ობიექტზე თუ დასასვენებელ ობიექტზე და ეხლაც ვიტყვი ბოლომდე რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ასია თუ ისე ნელა-ნელა ვითარდებოდა ეს ბიზნესი, მეც ასე თუ ისე ტრიალებდი. მე დავიწყეთ უკვე რაიონებში განვითარება და ერთ-ერთი ასეთი წამოწყება იყო ეხა სოფლებში ხო მიყავდა კახეთში, სვანეთში, უფლისიხის მიდამოებში, ახალციხეში და ბევრს უნდოდა რომ ტურისტები მიიღო რა ქვია იმას ოჯახში რაღაცა და ოჯახურ ბიზნესები განვავითარე და ყველას უთხარი აი კახეთში, სვანეთში, იმაში სხვა რეგიონებში მე სტუმრებს მოგიყვანთ, ოღონდ ჩეჩმა არ დამახვედროთ. გააკეთეთ ტუალეტებს თუ არ გააკეთეთ არ მიგიღებთ მეთქი და აი ხა ჩვენც ახლა აი სიმონა იქით სტალბერა და ბევრი ბიჭები ყველას გავაკეთებინე ტუალეტები და სტუმარი რომ მიდის ეს პრობლემა მოგვარებულია და ასე თქვა ძალიან აქტიური ტიპი ვიყავი ამ მიმართულებით. მაინც რამდენი ლოკაცია სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ტურიზმის ამბებში აი ახლა ჩამოთვლი რა ჯგუფები მყავს მიღებული და სადამაკ ორგანიზაციაში მონაწილეობა მიღებული. მაგალითად ეს ვიაგრა ჯგუფი ჩვენ მივიღეთ. ბონიემი მიღებას რაც გულისხმობ ტრანსპორტირება, გიდები და ეს ორგანიზება ჩვენ გავაკეთეთ. შაკირა რო ჩამოვიდა მომღერალი ისი ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ კურირებდი ტრანსპორტირებაში. მე პატა ბუჭილაძეს ჩამოყავდა ძალიან ბევრი ეს ოპერის ბოტიჩელი, მე მარუარის ისის და ამ ორგანიზება ჩვენ უკეთ მაგას იავნანა რო ქონდა ჩვენ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფდით. ნიოს ტრანსპორტირება ჩვენ უზრუნველყავით. ჩარლზი და
კარგი იყო რა და ჩემი ასე ვთქვათ ადრეც ავთქვი რომ ეს დიპლომატობა ფაქტობრივად შენ ქვეყნის სახე ხარ და ყველაზე დიდი პროექტი როგორც მახსოვს კი ასეც იყო მიშას დაკვეთით რომ გადაიღეს ფილმი აგვისტოს 5 დღე მე ასეთი რაღაცა სასწაული იყო ეხლა კინოსთან მე რა საქმე მქონდა აზია რა ვარ მაგრამ მომიწია და მოგიყვებით ამ ცირკს ცირკი იყო ჩემთვის იმიტომ მოულოდნელი იყო ესე იგი ვარ ჩემთან ოფისში ვზივარ და უცბად ტელეფონი რეკავს ვიღებ ყურმეს და ჰოლივუდიდან გირეკავთ მეთქი აღა ვიღაცა მეღადავება მეთქი და დავკიდე ყურმეს იქიდან მირეკა ჰოლივუდიდან რა დაკიდო ყურმილიო მეთქი რა ჰოლივუდი მეთქი რა ესე იგი ის რეჟისორი ფინელი რეჟისორი და ეს პროდიუსერები იყო ჰოლივუდთან ნუ არ ვიცი ახლა მიშა როგორ დაუკავშირდა და იქ აინტერესებდათ თბილისში კინოს გადაღება ხო გადაწყვიტეს და ტრანსპორტის ამბავი აინტერესებდა და მეთქი არა პრობლემა მეთქი ალბათ ვიფიქრე ალბათ მარშრუტკები ეს სუბუქი მანქანები ღამის გამოსწრება მქონდა არაო ჩვენო კამაზები გვინდაო ტანკი გვინდაო მეთქი რა ტანკი ის გვინდაო ეს გვინდაო მეთქი მოდა ნუ კაი ეს სიტყვი კაუჩო შენო მზათა ხარო მაგი მეთქი კი მაგრამ ეხა ტანკი კაუჩო ჩამოვართო და იქ განვიხილოთ ყველაფერიო თბილისშიო ეს პროდიუსერები ჩამოვიდოდნენ მაგამდე დამიკავშირდნენ კაზრეთის აი ეს წარმოების ხელმძღვანელობა აქაური ადგილობრივი ხელმძღვანელობა და დამიბარეს და მითხრეს რომ ნუ აფინანსებთ ამ იმასო ყველაფერსო და მანქანებით მოგვამარაგეო მეთქი კი მზადა მეტ მაგრამ ტანკი მეთქი ტანკი საერთოდ ტანკსაც მოვაგვარეთ არა ისო პრობლემა ერთ სიტყვით ამ ფილმის გადაღებაში მთელი მთავრობა იყო დაკავებული ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა ბიზნესმენები და ეს ყველანი მიკავშირდებოდნენ უკვე მე და ჩემი ვარდებულობა იყო რომ ეს ნუ ხელმძღვანელები კინოსტუდიაც იყო ჩარეული მეთქი კინოსტუდია მე რა ვიცი და ნუ ერთ სიტყვით აი ძალიან დიდი პროექტი იყო გადაღებები მიმდინარეობდა წალკაში ეს მსახიობები ეს მასიური გადაღების პიროვნებები უნდა წასულიყვნენ მიგვეყვანან წალკაში თან მაშინ ცუდი გზა იყო მაგლისი და აი გეტყვით რა ესე იგი ამ გადაღებაში ასე უხეშად ვიტყვი მიიღო მონაწილეობა 50-მა მარშრუტკამ ეს გადამღები ნუ მსახიობების იმის ასაყვანად მოსაყვანად 20 ავტობუსი რა ვიცი რაღაც მომუშავე პერსონალები და სატვირთო მანქანები სატვირთო ეს კამაზები რაღაცეები და ეხლა ტანკი მესაა და ტანკი უკვე თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო იქ ეხლა ეს ხო მე აღარ მეხებოდა მეთქი რა ტანკი რა ბეტერი ის ბეტერი სამხედროები ხო ავტობუსები სამხედროების წარმოსაყვანად მინდოდა თქვენ გახსოვთ ხო ის სცენარი ომის თელი ამბები იყო მერე გარსია ხო ჩამოიყვანეს ეს ვარსკვლავები მსახიობები ეს უკვე ჩემი მხარე იყო ეს კაი მანქანებით უნდა დავხედოდით და ეს იგი გადაღება მიმდინარეობდა მგონი 3 თვე ოქტომბრის თვეში რაღაცა და ეს თუ მე სასწაული იყო ხო მე ბოლივუდთანაც მქონდა საქმე მე და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი დიდი ასე ვთქვათ სატრანსპორტო ბიზნესი და ტრანსპორტით უზრუნველყოფა აქ ასე ვთქვათ მე და არა მარტო მე არამედ ჩემმა მეგობრებმა მით ჩემ საქმეში ძღოლები ყველანი ვიყავით ამ საქმეში დაკავებულები და მადლობის წერილიც მაქვს მიღებული იმ პროდიუსერს მაგრამ მოვეწონე იმიტომ რომ კი იყო აღლიშები იყო მთელი უბედურებები იყო მაგრამ ხედავდა რომ გული და სულით ვიყავი და აი ამ პროექტითაც ვამაყობ ბიზნესში როგორ არის ხო მეგობრებო ერთ რაღაცას რო გააკეთებ მე ეს სხვა გებულო სხვა რეკომენდაციას გაძლევს და კინოსტუდია ვახსენე ხო ეს კინოსტუდიის ამბავი და ჩვენი კომპანიის შესახებ გაიგო ბოლივუდმა ნუ ბოლივუდი იცით თან ხო ინდოეთის ის იყო
როგორც ჰოლივუდი, ოღონდ ინდოეთში და იქიდანაც მოგივიდა შეკვეთები, მაგრამ უკვე ისეთი მასიური არ იყო. ერთ-ორ გადაღებაში მივიღეთ მონაწილეობა ტრანსპორტის უზრუნველყოფაში და ერთ სიტყვით აი ესე რა, ამ ტურისტულ სატრანსპორტო მარაფაში ტრიალებდი. ამხელა ამბების შემდეგ უკვე გინდა თბილისი ხო როგორი პატარაა და ფეხბურთის ფედერაცია, რაგბის ფედერაცია. ეხლა სპორტსმენები ახლა კი ყავთ კაი ავტობუსები და ეს სატრანსპორტო საშუალებები, მაშინ არ ქონდა და აი მაშინ გავიცანი პლატინი ფეხბურთის ნაკრები რო ჩაატარებდა რაღაც მაშინ ის ხო ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე იყო შიჭინავა და ძალიან ისეთი კონტაქტი მქონდა სატრანსპორტო ამბებში და ასე რომ ვთქვათ, გამოსული ტიპი ვიყავი თბილისში და კარგად მახსენდება. მე რაგბი დაემატა, რაგბის ფედერაცია, კალათბურთის ფედერაცია და ახლა რო ვიხსენებ, კაი იყო რა, კაი და აი რო ვიტყვიან ცენტრში ტრიალებდი, ცენტრში სპორტულ ღონისძიებებში. მოდი ერთი გავალი იმ ადგილას, სადაც ოფისი ქონდა, გონი გავიდნენ ისინი და მაინც მოგონების მიზნად ის ადგილი გადავიღოთ და მაინც აქ არიან. მინდოდა იმ ადგილის გადაღება, მაგრამ სტუმრები უარ ვეტყვი, გადით უნდა გადავიღო მეთქი და მოდიეთ ამ სასტუმროში და აი ეს 10 სეგუნდი მქონდა, შევიდოდი, გამოვიდოდი. აი ხა რო დავდივარ ამ ადგილებში, სახლია რა, სახლი აი მაჟორლებს და არ ვიცი ახლაც თანამშრომლები მოდიან, მეფერებიან, ახლა ბევრი უცხოელი ახალი თანამშრომლები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ძველებიც არიან და ერთი მინდა დავამატო, ჩვენ დროს მაინც მარიოტი ერთ-ერთი სამყარო ის იყო ბრენდი, მაგრამ მე ხო გაიხსნა სასტუმროები გემოქსიო იმიტომ და ეს თანამშრომლები სულ გაიფანტნენ და ამჟამად ზოგი გენერალური მენეჯერია, ზოგი დიდ თანამდებობებზე არიან და ფაქტობრივად მოდის ახალი თაობა და ზოგჯერ ახლა რომ მომიწევს ხოლმე რომ ეხლა სასტუმროში მისვლა საქმე და უსვათ ვა შენ ისე როგორ გადავეხევით გადმონკოცნიან მოვეფერები და მე რო ვეკითხები რასაკეთე და დიდ თანამდებობის პირები არიან ამ სასტუმროს სფეროში. სიხარულიძე გარდაცვლილა შარშან ეს მანქანების გაქირავებას, მანქანებსაც ვაქირავებდი და რა ვიცი, ითარ ვიყავი დაკავებული. როგორც კი საშუალება მეცემოდა, ყველაფერს კიდევდი, რაც ეხებოდა ტურისტებს და უცხოელებს, გულისხმობ ვინ ჩამოვიდოდა თბილისში და თავისი საქმის გაკეთება უნდოდა. მეცავად მოვედი ამ ადგილას, ფაქტობრივად ეს თბილისის ცენტრია, თავისუფლების მოედანი. და როგორც როგორც ბატონ პატრონი ისე ვძნობდი აქაურობა, თავისთავად ახლა აქ როხა დაბადებული გაზრდილი შენი და ეს ვძნობა რომ ეს ჩემია, ეს ყოველთვის მომყვება და ალბათ თელი ცხოვრება ამოყვება. მაგრამ ახლა რა ხდება, რა მოხდა? ესე იგი, ასე თუ ისე კარგად აგზნობ თავს, ჩემ თებში ტრიალებ რო იტყვიან. სახილი მაქვს, იმიჯი მაქვს. რა უნდა უდოდეს ადამიანს, ხო? მეგობრები მყავს. თან ისეთი მეგობრები, რომლებსაც წინ მიდიან და მარიოტი მე არ დავიზარებ და მარიოტის თანამშრომლებს დღემდე მიმაჩნია ჩემი ოჯახის წევრებად. ჯერ მარტო იგაელმა რამხელა პატივისა და თავისთავად ტოგონიძიდან დამთავრებული დაწყებული მაია წერეთელი, ბაია რუხაძე, რა ვიცი, მიშა აბასიძე, რა ვინ არა ის არ მინდა რომ გამომჩეს. ჩემები არიან, ჩემები და აი თუ უყურებენ ამ ვიდეოს არ დავიზარებ და ვეტყვი მაგათ ყველას დიდ მადლობას, იმიტომ რომ ეს იყო მაგარი წლები, ტკბილი წლები და სამაგალითო წლები. და ყველას მინდა მოკითხვა გადავცე და დიდი მადლობა ეს შეგრძნება და ეს
პოზიტივი მთელი ცხოვრება გამყვება. წლებში მაინც ამერიკიდან ჩამოსული რო ვიყავი, რატომაც ავტომატურად თამაშობდით გრინ კარტის ლოტარეას და 2010 წელს ჩემმა მეუღლემ მოიგო გრინ კარტა. ანუ გრინ წვანებარად. ისეთი გადამწყვეტი მომენტი იყო ჩვენ ცხოვრებაში. აი ზოგჯერ ჩემ მეუღლესთან რო საუბრობ, ღირდა, არ ღირდა. აი ზოგჯერ ნინო მეუნება რომ რა twindodao ეს რა და იმიტომ რომ ცოტა ჩვენი ცხოვრების მიმართულება აიღია. არ ვიცი ეს ალბათ გარკვეული წლების შემდეგ სწორად მოვიქეცით, არ მოვიქეცით, სწორად ეს მერე დაფასდება, თუმცა მომენტებში სინანული მოგდის, რომ არ უნდა გაგვეთამაშებინა და არ უნდა წავსულიყავით ამერიკაში. არა, მე ხა ამას წასვლას არ ვეძახი, ახლა გეტყვით რა მოხდა, ესე იგი და მოვიგეთ 2010 წელს და უკვე წარმოიდგინეთ, მე კარგად ვარ თბილისში, პატივისცემაში ვარ, სიყვარულში ვარ, გაგებაში ვარ, ნუ ჩემი პოზიცია მიკავია. ესე იგი ორი თვე ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არ წავსულიყავი. ახლა მე ხო ვიცი რომ ამერიკაში უნდა იმუშაო, სხვანაირად ის, მაგრამ ვფიქრობ ახლა ეს გრინ კარტო რო გავაფუჭო, მე ბავშვებმა, მაშინ პატარები იყვნენ ჩემი ბავშვები და მე საყვედური არ მითხრა რატო გაუშვი ეს ვარიანტიო. ახლა როგორი მომენტია იცით, გრინ კარტა და ეს ისეთ საშუალებას იძლეოდა აქეთ-იქით შეგვიძლია იარო ვიზის გარეშე. და მე ვფიქრე მეთქი ჩემი ბავშვები გაიზრდებიან და მე არ მითხრან საყვედური რატო გააფუჭე ეს გრინ კარტა და ძალიან ვფიქრობ და აი მომენტებში ეხლაც ვფიქრობ და ხა წეღანაც რო ვთქვი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაღაცა დაუკმაყოფილებელი ფულის გზნობა მაქვს. საერთოდ ეხლაც იმ აზრისაა რა, ადამიანი სადაც გაჩნდა, სადაც დაიბადა, სხვაგან სადაც არ უნდა წავიდეს, ისეთი ბედნიერი არ იქნება. იქ იქნება ბედნიერი, სადაც ღმერთმა გააჩინა. კი, შეიძლება გაუჭირდეს, შეიძლება რაღაც პრობლემები გქონდეს, მაგრამ იქ უნდა იტრიალოს, სადაც გაიზრდება, სადაც ის სიყვარული და სიკეთე და ყველაფერი აქვს მიღებული, იმით უნდა გაიხაროს ადამიანმა. ეს ეხლა ვამბობ და ყოველთვის მაგარ ვიტყვი, მაგრამ მე ხა ჩემი კომერციული აზროვნებიდან გამომდინარე ძალიან დამაინტერესა, ეხლა წამოდგე საზღვარი ვიზების გარეშე დადიხარ, მოდიხარ. მე 1000 იდეები მქონდა. მე ვიფიქრე ბიზნესური, აი შუამავლობის ბიზნეს ვარ, დავიწყო მეთქი თქვა ამერიკიდან ხორცს წამოვიღებ, ხორბას და ეს ბიზნესური იდეები ძალიან თორიაკობდა ჩემში. მით უმეტეს აქაც რო ვიყავ ეხლა უბრალოდ ბიზნეს კი ვაწვებოდი, მაგრამ ეხლა ცენტრში ხარ და სხვადასხვა იდეებს უყურებდი. რაც კი ბიზნესური იდეები იყო, სადაც ფინანსურად შეგიძლია გაგეკეთებინა რაღაცა, იქ პროფილაქტიკა, იქ სასადილო, ნუ 1000 ბიზნესური იდეები ყოველთვის მაწუხებდა. აი ეს მისვლა, მოსვლა, თან ეს სიყვარული მოგზაურობის მიმართ, აი რომანტიკულად უყურებდი, წარმომედგინა ეს ყველაფერი და ბოლოს გადავწყვიტე, მოდი წავიდეთ. ვისარგებლოთ, საცხოვრებლად სამუდამოდ ამერიკაში არ წავალთ, იმიტომ აქ კარგად ვარ და ავიღოთ ეს, წავიდეთ ამერიკაში, ეს საბუთი ავიღოთ და მე დავიწყოთ აქეთ-იქით სიარული, ბიზნესი ვაწარმოოთ და ნუ აი ამ რომანტიკული და ფანტაზიებით ვიყავი აღჭურვილი და დავიწყე ამ გეგმის განხორციელება. ამაშობაში აქაც ვაწარმოებდი საქმეს, ვითომ ამერიკაში დავიწყე სიარული. ეხლა ამერიკის ამბები თქვენ უკვე ვინც დიდი ხანი უყურებთ ამ ჩემ ვიდეორგოლებს, იცით როგორ რას ვაკეთებდი. ამაშობაში ცხოვრებაც გავიდა, გადის და ვინაიდან ჩვენ ეხლა ამ რუბრიკას ფულს რო ვეძახით, აქ სხვა რამე არის ჩადებული ამ ურთიერთობაში, ამ კავშირებში 1000 ურთიერთობა ადამიანებთან. ძალიან უნდა რაღაც გამოცდილებას გაძლევს. ცუდი, კარგი, ღალატები, 1000 ცნობები. ჩვენი არხით ხო სულ მაგას ვიძახით, რომ რატო ვიღებთ ამ ვიდეორგოლებს, რომ რაღაცა გამოცდილება, რაღაცა სიტუაციები ადამიანებს გამოადგენს, განსაკუთრებით მომავალ თაობას და არა მარტო მომავალ თაობას, კაცო.
სიბერი არ არსებობს. სიბერი მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანს სურვილები არ აქვს. იმიტომ ეს სურვილები და მისწრაფებები თუ არა აქვს ადამიანს, უკვე ჩათვალე რომ იმის ცხოვრება დაკარგულია და ამიტომ ჩვენ ყველა თაობისთვის თუ სასარგებლო იქნება ეს ჩემი ვიდეო რგოლები და ეს ფიქრები და გაზიარებები, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები. ხო და რატო ვამბობ ამბავს? ეხლა მე ამ ვიდეოს დავამთავრებ, მე შემდეგ ვიდეოს უკვე ჩემი ოფისიდან დავიწყებ, განვაგრძობ, იქაც დასკვნით, რა ქვია, წინადადებას ვიტყვით, ჩვენ აზრებს გული, ცხოვრება, ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ. როგორ გამოგვივა არ ვიცი ვნახოთ და ასე თქვა ამ რუბრიკას დავამთავრეთ და მე ცოტა ხანი შესვენებას ავიღებ. ალბათ ერთი 2 კვირა, 3 კვირა მე არ გამოჩდები და მე უკვე თავისთავად ვაჩვენებ სიტუაციას, როგორ ანაირად და ასე შემდეგ. ძელი ვიდეო რგოლი გამოგვივიდა, მაგრამ გემშვიდობებით, შემდეგ მომავალ ვიდეოებში შევხვდებით. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ხნეობას და ყველაფერ კარგს. კარგად.